მშვიდობისა, მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. და ვფიქრობ, ეს შეხედულებები დღეს სრულიად განსხვავებული იქნება, რადგან ჩვენ ვინაიდან და რადგან და ჩვენ დღევანდელი სასაუბრო თემა ორ სრულიად საპირისპირო ცნებას ეხება. მე შესაძლოა ჩვენ დღევანდელი პრეს-პრესის თემაა კომერციული და არაკომერციული მუსიკა და შესაბამისად ჩვენს დღევანდელ სტუმრებს ზოგს კომერციულ მუსიკასთან აქვს შეხება, ზოგს არაკომერციულთან, ზოგსაც ორივესთან ერთადაც, რომ წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს, ესენი გახლავან ბატონი ზაზა ხუციშვილი, ჯგუფ ვაკის პარკის ლიდერი, პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, მომღერალი ნინი ბადურაშვილი და პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი. საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მივესალმებ ასევე ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებსაც დღეს ძალიან საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული თუ რამდენად კომერციული იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა თემით კომერციული და არაკომერციული მუსიკა. ასე რომ იმედი მაქვს ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო დიალოგი გაიმართება თქვენ შორის. მანამდე კი ტრადიციული პროლოგი პრეს-პრესის ეთერში. ხელოვნება პლუს კომერცია. ეს ის მარტივი ფორმულა, რომლითაც შოუ ბიზნესი იქმნება. შოუ ბიზნესის, ისევე როგორც ნებისმიერი ბიზნესის კანონების მიხედვით კი პროდუქცია განსაკუთრებული მიმზიდველობისთვის კამფეტივით, ყველა ქაღალდში შეფუთვას ითხოვს. რა არის ქაღალდის შიგნით, ამის დაგემოვნება ცოტათი ინდივიდუალური, ცოტათი სადაო და ცოტაც გემოვნების საკითხია. თავარი და არასადაო ის არის, რომ კომერციულად მომგებიანია ყველაფერი, რასაც მასობრივად იტაცებს მასა. ჯერ იტაცებს ფრაზას მელოდიიდან, შემდეგ იტაცებს აუდიო ჩანაწერს მაღაზიიდან, შემდეგ კონცერტის ბილეთს სალაროდან და ასე შემდეგ. მოკლედ კომერციული მუსიკალური პროდუქცია მას კულტურის საკუთრებაა. თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ბაზარზე ის თვალის აჭრილებამდე და ყურის დახშობამდე დიდი რაოდენობით არსებობს. უპირობო ლიდერი, რა თქმა უნდა, კომერციული მუსიკის მეფე ჟანრის სტილი თუ მიმართულება პოპი, იგივე პაფსაა. მას ახლად თუ არც ისე ახლად აღორძინებული, ქართულად გარითმულ გახიფ-ჰოპებული ჟღერადობა ენაცვლება. კომერციული წარმატების შედარებით ნაკლებ შანსებს დანარჩენი მიმდინარეობები ფლობენ. თუმცა ამ სტატისტიკაში არც ახალია რამე და არც გასაკვირი. არსებობს მუსიკა, რომელიც მხოლოდ სტილისტიკიდან და არა ხარისხიდან გამომდინარე კომერციისკენ ვერ აიღებს გეზს. და კიდევ თუმცა, თანამედროვე ევროპული მოდელი უკვე ალტერნატიულ მუსიკასაც ათავისუფლებს არაკომერციულობის ჩარჩოებისგან, რომ აღარ ეფერი ვთქვათ როკზე. ის რაც საქართველოში ჯერ ვერ წვდება ქართული მასების მასობრივ ყურთასმენას, ევროპაში და ამერიკაში კომერციალიზაციის კონვეიერზეა შემოდებული. თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ მაინც მაგალითები ეროვნული მუსიკალური სამყაროს ფარგლებშიც მოიძებნება. გზა ანდეგრაუნდში ჩასახული არამასობრივი შემოქმედებიდან, ყოველსათვის გასაგებ მისაწვდომ, ასე ვთქვათ, ხალხოსნურ შემოქმედებამდე პროფესიონალური კომერციული სვლების სანიმუშო მაგალითია. კომერციული ნაბიჯები შიგადაშიგ და გამოზომილად. ამ დევიზით თანამემამულე მუსიკოსების ნაწილმა შეძლო კომერციული პროდუქციის გვერდით თანაარსებობა, რაც მთავარია თავად მუსიკის დაუზიანება. გაცილებით იოლია იმ მომღერლების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც კომერციულ ჰანგებთან აქვთ შეხება. ისინი პოპულარულ ჟანრში ქმნიან სიმღერებს. 10 სიმღერიდან ერთი მაინც გამოვა ჰიტი. ერთი ჰიტი მთელ 10 სიმღერას გაყიდის. შემდეგ კი 10 თვეც მსმენელთა ყურადღების ცენტრში მოაქცევს მომღერალს. ეს ხომ შოუ ბიზნესია. აქ ყველა ცდილობს მუსიკალური ნიჭი. ხანაც პირიქით, უნიჭო მუსიკალურობა ბიზნესად აქციოს. შემოსავლის საძიებლად წინ მთელი მუსიკალური ეპოქაა. ჯერჯერობით ყველაზე მეტად უმართლებს მას ვინც პრინციპს. არც ისე ბოროტად იყენებს, ისევე როგორც მსმენელებთან ურთიერთობის მეთოდს. ერთი სიტყვით კომერციულ მუსიკას 21 საუკუნეში მწვანე შუქი უნთია. უბრალოდ ზოგმა არ იცის გზაზე გადასვლა. ზოგს კი არც სურს ამ გზით სიარული. ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესი და ჩვენი დღევანდელი თემაა კომერციული და არაკომერციული მუსიკა. მე ისღა დამრჩენია, რომ საინტერესო საუბარი დაწყებულად გამოვაცხადო. თუ რამდენად საინტერესო იქნება ეს საუბარი, ეს თქვენზეა დამოკიდებული და მე პირადად ძალიან მაინტერესებს პირველი შეკითხვა, როგორი იქნება. ვინ დასვამს შეკითხვას? როგორ შეიძლება? პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. ესე იგი, ახალ ბედა ვარ აი ამ ამპლუაში. მადლობთ ხატია. ესე იგი, დალი ხოჯავა რადიო ფორტუნა პლუსის მუსიკალური წამყვანი. მე ყველასთან მექნება პირველი შეკითხვა. ალბათ მეც და ჩემ კოლეგებს და პირველ რიგში მაყურებელს ძალიან აინტერესებს, ხო? აი თქვენი აზრით რა არის ესე იგი კომერციული მუსიკა საქართველოში?
საქართველოში და არა მის ფარგლებს გარეთ. და ვინ არის ინიციატორი, რომ პირველ პასუხს შეკითხვა გასცეს? პასუხი გასცეს. ავიღო ჩემს თავზე პასუხისგებლობა. ბატონო. კომერციული არის მუსიკა, რომელიც იყიდება კარგად. მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამი. საქართველოში და თელ სოფლიოში. შემდეგ პასუხი. ნინი. ეს მოყვები. მე ვთვლი, რომ ალბათ უფრო საქართველოში უფრო კომერციულად შეიძლება პოპი ჩაითვალოს. მე ესე ვფიქრობ. მეც ვეთანხმები, რომ კომერციული არის ის მუსიკა, რომელიც იყიდება. ნუ ეგ თავისთავად. აბსოლუტურად სწორად იყო ჩამოყალიბებული აზრი, უბრალოდ დავამატებ იმას, რომ საერთოდ ყველა ქვეყანას აქვს თავისი რაღაც გემოვნების ჩარჩოები, რომლის მიხედვითაც დგება იგივე ბრიტანული ჩარტები, დგება ამერიკული და დგება გერმანული და მათ შორის ყოველთვის არის ხოლმე განსხვავება. ეს არის და ეს ყველა ქვეყანას აქვს მაინც თავისი რაღაცა ნიუანსი, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა მუსიკა ითვლება უფრო კომერციულად, მაგრამ მთავარი დედა აზრი არის აბსოლუტურად სწორი, რომელიც კარგად მოხდება ის კომერციული მუსიკა. გასაგებია, დიდი მადლობა. ეს შეიძლება ხო ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ვთქვათ, საქართველოს გარდა ალბათ, ხარც ის ჩემი აზრია. ეს იგი მუსიკა, რომელიც იყიდება, ხო? ეს არის კომერციული მუსიკა, რომელსაც შემოაქვს ფული. ერთ-ერთი მის დანიშნულება ესეთია. და არა იქ დავუშვათ რაღაც სხვა სიამოვნებისთვის და სულისთვის შექმნილი მუსიკა, ხო? ეხლა რამდენად ხო შეიძლება ეგრეთ რა თქმა უნდა. ესე იგი, რამდენად ესე იგი, საქართველოში რამდენად მისაღებია ეს კომერციული მუსიკა, რამდენად მოაქვს ამ კომერციულ ქართულ მუსიკას შემოსავალია, ეს მაინტერესებს მე. გასაგებია შეკითხვა. გიორგი, ისევ შენგან დავიწყოთ. ნუ თუ მასშტაბებს ავიღებთ, რამდენადაც მასშტაბურია შემოსავალი ამერიკაში, ისევე აი როგორც პატარა საქართველოს ამერიკაზე, ისევე მცირდება მასშტაბები საქართველოს. დანარჩენი პროცენტულად. დანარჩენი იგივეა, პოპი იქაც უფრო პოპულარულია, გაცილებით კარგად იყიდება, ვიდრე თქვათ ალტერნატიული მუსიკა და იგივე საქართველოშიც. ნინი. უგაცხრად კითხვა გამიმეორეთ. კომერციული მუსიკა ქართული რამდენად იყიდება საერთოდ საქართველოში და რამდენად შემოსავლიანია ეს მე. ნუ ეხლა ვერ გეტყვი რომ ძალიან შემოსავლიანია და ძალიან იყიდება, მაგრამ ხო ნუ ამით ჩვენ არ ვცხოვრობთ. მაგრამ ცხოვრება შეიძლება ამ შემოსავლით? რა ვიცი, აბა. ეჭვკეპარება მაინც. კახა, შენ როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ შეასრულებს საერთოდ მუსიკას რა. მე ვფიქრობ, რომ კომერციულობას ქმნის არა მარტო მუსიკა, არამედ შემსრულებელიც. რაც შეეხება ხა შემოსავლებს, მეც და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ იმ შემოსავლით, რასაც შოუ ბიზნესს მოაქვს ჩვენთვის. ზაზა. ნუ მე ვიტყვი იმას, რომ ჩვენ ჯგუფს არ აქვს ამის საშუალება, რომ შემოსავლებით იცხოვროს, ვინაიდან ჩვენ ვართ 4 კაციანი ჯგუფი. ცით არის, როცა ჯგუფი მუშაობს იმ სტანდარტებით, როგორც მიღებული არის დასავლეთში, მაგალითად ჩვენ გვაქვს აღებული ესეთი ტემპი და რიტმი, იცით ალბათ, რომ ძალიან მეხუთე ალბომი გამოვუშვით. და გადაგრევებული გვაქვს დაახლოებით 15 კლიპი. ანუ ყოველ ალბომს თან ერთვის 3 კლიპი და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ჯგუფი არის სპონსორების და მეგობრების დახმარებით უფრო ასე ვთქვათ არსებობს. გასაგებია, დიდი მადლობა ნანა. გამარჯობათ, ნანა არჩოძე, ჟურნალი ელიტარული ქრონიკა. მე ზაზას ანონსში ვუსმინე და ასეთი რამ თქვი, ის რასაც აკეთებთ თქვენ, სხვა ქვეყანაში, ნუ უფრო ალბათ ევროპაში კომერციული იქნებოდა, ხო? თუმცა საქართველოში ეს არ არის კომერციული. თუ არის ჩამოყალიბებული აზრი, აი როგორი მუსიკა არის საქართველოში, აი კონკრეტულად იცით რა არის კომერციული, რა შემოაქვს თქვენთვის ფული და როდესაც წერთ აი ნინისაც ქონდა ანონში, ამასაც ვუსმინე, რომ ნინი ამბობს, რომ ხან-ხან აკეთებს ისეთ სიმღერას, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ არის კომერციული. იქნება ახსნათ. მე მგონი ნაწილობრივ გაეცა. არა, თვითონ მე ვამბობ შემოსავლიანის სიმღერა არის უფრო კომერციული. არა, როგორი, რა სიმღერა, რა სტილი, რა სტილი, აი ამას ვამბობ. საქართველოში რა იყიდება, რა? ზაზასთან არის ეს. არა, ყველასთან და ნუ ზაზასთან. ზაზას კი ბატონო, მე ესე იგი თვითონ ანონში რო უყურე, მე თვითონაც აღარ მომეწონა ჩემი ნათქვამი რა კუთხით რომ შეიძლება ვინმე გაიგოს ისე რომ მე იმედი მაქვს რომ საზოგადოებრივ რო წავიდე, კარგად გავიყიდები. არა, უბრალოდ მე ვამბობ, სტილისტურად მთელ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მუსიკა არის ის
გამიმართულებითაც მუშაობს ვაკისბაკი. შეიძლება ჩვენ წავიდეთ და მოგვიწიოს სუპერმარკეტის ხეხვა და ჩამოვიდეთ უკან. იმიტომაც არ მივდივართ. მე არ ვიცახი რომ ვაკისბაკი კარგად გაიყიდება. უბრალოდ სტილისტურად, მაგალითების მიხედვით, შემოსავლების მიხედვით ყველამ ვიცით, ისეთი სტილის ჯგუფები როგორც არის ვაკისბაკი მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით თეთრ საერთოდ მსოფლიოში მაინც მოხდოს თუ არ მოხდოს დაყოფილი არის ეს გემოვნება, ზანგურ, რომელიც არის სოული, რეპი და ბლუზი, ნუ ჯაზი საკმაოდ ფართემცნება არის, არ შევეხები და უფრო როკი, რომელიც არის უფრო თეთრი ხალხის მუსიკა. ეხლა გავარკვევთ კახა მე ვთვლი აი ესე ვთვლი რომ ჩვენი გემოვნება ცოტა განსხვავებული არის. ანუ როგორი, აი როგორი? აი გეტყვით როგორია, ჩვენთან ჯერ ეს ერთი რატომღაც ეხლა თანამედროვე უფრო ზანგურისკენ არის და არის დიდი ნაწილი რომელიც აი პურმარილის და რესტორნის ეს უფრო იყიდება, ანუ ეს უფრო კომერციული. იცით რა არის, საერთოდ ყოველთვის მუსიკოს საზოგადოებაში აქვს თავისი ფუნქცია. და ჩვენმა ქვეყანამ ისეთი გზა გაიარა, როცა 70-80 წლის მანძილზე ხალხი რომელ ფულსაც შეუვლობდა, ვერც მანქანას ვერ იყიდიდა, ვერც უცხოეთში ვერ წავიდოდა, ვერაფერში ვერ ხარჯავდა. ამ ფულს გარდა რესტორნისა. ამიტომ რესტორანი და მათთან ასოცირებული მუსიკა ყოველთვის ნომერი პირველი იყო საქართველოში. გასაგებია და მამული ჩემ რატომ დაჭყიდა ეს თვალები, რაღაცაში არ ეთახმობოდი ამ პასუხს. როგორ პროდიუსერი რა პროდუქტი იყიდება საქართველოში? მე ფიქრობ აი სახის პროდუქტი იყიდება. მე ფიქრობ რომ საქართველოში იყიდება ისეთი პროდუქტი, რაც ადვილად აღსაქმელია თვითონ მოსახლეობისათვის. რა დღეშიც არის მოსახლეობა? მე ვფიქრობ რომ აი საქართველოს ფონზე, როდესაც ნახევარზე მეც თლიანად საქართველოს უჭირს, მისთვის ძალიან რთულია აღიქვას როკი, ძალიან რთულია აღიქვას ჯაზი და ასე შემდეგ რა. მათთვის მე მგონი უფრო ადვილად მისაღებიათ, ისევ თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მისაღებია ადვილად აღსაქმელი და ვიზუალურად ნორმალურ შემსრულებელი. ანუ მარტივი მაგრამ მარტივს მე ვერ დავარქო ხა იმ სიმღერებს, რაცაც მაგალითად ლელა ასრულებს, ნინი ასრულებს და კიდე ის ადამიანები, ვინც დღეს ესტრადაზე დგანან, თემურ თათარაშვილი, მერაბ სეფაშვილი. მარტივს ესე მე შემიძლია მარტივი დავარქვა ზაზას მუსიკას, ზაზამ შეიძლება მარტივი დაარქვას ლელას მუსიკას. ანუ ასე შემდეგ. აქ სიმარტივეზე აბსოლუტურად არის. დღესდღეობით საქართველოში ბოდიში ზაზა გაწყვეტინებ, თვითონ კომერციული ბაზარი არის ძალიან პატარა. თვითონ შოუ ბიზნესი არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. ნებისმიერი რევოლუცია იქნება თუ არეულობა, პირველი ურტყავს შოუ ბიზნესს, დამიჯერეთ რა, იმიტომ რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ მასაზე. თუ მასაში ფული არ არის, ჩვენ ვართ ძალიან ცუდად. თუ მასაში ფული არის, მაშინ ზაზაც კარგად იქნება, მეც კარგად ვიქნები, ლექსენიც კარგად იქნება და ასე შემდეგ. ერთი რაღაც მინდა დავამატოთ თუ შეიძლება. აი, როდესაც მამული ჩამთქვა ახლა როკ მუსიკაზე, როგორც ახმაზე, ხო? სამწუხაროდ იმ დროს, როცა როკ მუსიკამ თავისი ძირითადი ფუნქცია აიღო, ხო? ჩვენთან იყო ისეთი წყობა, როცა ეს არ შემოუშვეს, სწორედ გაჭირვებული ხალხის და სოციალური პრობლემების და პოლიტიკურის რუპორი პირველი მთელ მსოფლიოში გახდა როკ მუსიკა. ამაზე დავა არ არსებობს. ერთადერთი ვინც თავის ტექსტებში ბობ დილანიდან დაწყებული და როლინგ სტოუნზიდან და რა ვიცი ვინც გინდა ჩამოთვალეთ, სწორედ იმათმა პირველმა აიღეს და ხიპების მოძრაობა რა იყო? სწორედ გამდიდრებული ფენების და ბედნიერი ხალხის, ასე ვთქვათ, ალტერნატიული კულტურა. გასაგებია. ჩვენთან ეს არ შედგა თავის დროზე და ეხლა ძალიან ძნელია ამის. გიორგი რატომ იწევდა ხელს? რაღაცა თქმა მინდოდა და ზაზამ ნაწილობრივ თქვა ის, რაც მინდოდა მე თქვა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჭარბი პროდუქტი შოუ ბიზნესში. აი თუ აი როგორც თქვენ ეძახით პაპსა, ხო? როგორც კი ჭარბი პროდუქტი პაპსაში შეიქმნება, უფრო გაჩნდება მოთხოვნილება ალტერნატიულ მუსიკას. ჯერჯერობით ჭარბი პროდუქტი პაპსაში არ იქნება. ანუ ის რაც არის, ის ჯერჯერობით იყიდება. როგორც კი აი ეს გაყიდვა და მოთხოვნილება, გაყიდვა გადააჭარბებს მოთხოვნილებას, იმ წუთშივე გაჩნდება მოთხოვნილება ალტერნატიულ მუსიკას. ჭარბი პროდუქტს რასაც მე ვფიქრობ, რომ აი ვინც ყველა პაპსას იწყებს რატომღაც, იმიტომ რომ გონიათ რომ ამ პაპსი უფრო პოპულარული გახდება. ყველა არის ესე მგონია რა ვიცი. არა, სხვა რამეს ვამბობ. როცა იქნება ბევრი ეს პოპულარული მუსიკა, ხო? ანუ თქვათ იქნება ბევრი არ არის, ხო, ყველაზე პოპულარული პაპსაა. ისე ბევრი არ არის, როგორც უნდა იყოს. და იცით რა, და კითხო, მართლაც მაინტერესებს თქვენი აზრი, კომერციული ნიშნავს პაპსას თუ არა? არა, რა თქმა უნდა. ნინი, შენგან დავიწყო. კომერციული პაპსას ნამდვილად არ ნიშნავს, ნუ ეს საქართველოში ნიშნავს უფრო. რატო ხა როკი ძალიან კომერციულია, საზღვრებს გარეთ. მაგრამ არა საერთოდ არ გავსხოვდება. ბატონო?
არა, ეს ერთმანეთისგან განსხვავდება, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ და არ ნიშნავს იმას, რომ კომერციული იყოს, თქვა უხარისხო და როგორც უნდა თქვა, ესეთი ნაკლებად ზუსტი ციტირება აღარ მახსოვს, უხარისხო, ესე იგულისხმება. იცით რა, რაღაც ჩარჩოში მე მაინც მგონია რომ ეს არზის რა და ვთვლი რომ აი მსოფლიო შოუ ბიზნესში და პრინციპში საქართველოშიც არის ხარისხიანი პროდუქტის და კომერციულობის რაღაცა კარგი სინთეზები. მაგრამ არის აბსოლუტურად გაუგებარი, მაგალითად ეხა მუსიკას არ მინდა შევეხო და კინოს ვნახოთ ეხა მაგალითად იგივე ის სერიალები, რომელიც 80-იან წლების ბოლოს შემოვიდა, რომელიც იყო აბსოლუტურად კომერციულად ძალიან მომგებიანი პროდუქტები, მაგალითად მონა იზაურა, ხატონი იყო აბსოლუტურად ნოლი სტორი, მაგრამ მთელი საქართველო იჯდა უყურებდა. მაგრამ ძალიან მიყვარდა ის. ხო და ამიტომ საშიში მაინც არ არის ეს ყველაფრის დრო მაინც ალბათ ყველაფრის გუნალია. გასაგებია. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. შეთოქშოუ პრესპრესი ჩვენ დღევანდელი თემაა კომერციული და არაკომერციული მუსიკა და გავაგრძელოთ საუბარი ლიზა შეთასუმ შეგეხება. ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი და არის ესეთი მოსაზრება, რომ კომერციული მუსიკა ხშირად ეს უგემოვნო მუსიკაა, ну არსებობს ესეთი მოსაზრება, რასაც მე პირადად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ კომერციული მუსიკა ეს არის აუდიტორის ფარული მოთხოვნა. ანუ რაც მამულიჩამ პრინციპში თქვა, რაც მასას უნდა ეს მუსიკა მოდის, რა თქმა უნდა შემსრულებელისგან ის ხდება პოპულარული და ну ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს კრიტერიუმები ძალიან ისეთი განსაზღვრული კრიტერიუმები კომერციული მუსიკის, ეს არის ანუ არის თუ არა მომღერალი კომერციული. სამი კრიტერიუმი. პირველი ეს არის ალბომების გაყიდვა, რამდენ ალბომს ყიდის. სოფლიოში მიღებული. ეს არის ერთ-ერთი უნიშნელი. აი ამ თემას ახლა მინდა შევეხო ზუსტად. მეორე ეს არის კონცერტზე დასწრება, ანუ რამდენი ადამიანი მოდის მომღერლის კონცერტზე, ან საკონცერტო ტურებზე თუნდაც. და მესამე ეს არის მომღერლის ჰონორარი. შეიძლება ის არ გამოდიოდეს, ხო, სტადიონებზე და სპორტის სასახლეში, მაგრამ ის იყოს კომერციული მომღერალი, მას ჰქონდეს მაღალი ჰონორარი, ხო, თუნდაც შეიძლება გამოვიდეს აი რაღაც კლუბში, ხო? მე მაინტერესებს, როდესაც მე შევდივარ და ამ ინფორმაციას ვფლობ ინტერნეტში, ნებისმიერ მომღერალზე, ეს არის, არ ვიცი, ვიაგრა თუ ბრიტნი სპირსი თუ ელტონ ჯონი, აბსოლუტურად ღია ინფორმაცია. ჰონორარები, ალბომების პირიქით, ტრაბახობენ კიდევაც, რომ აი ამდენი ალბომი გავყიდეთ, იმდენი. მე მაინტერესებს ეს თითოეულ თქვენგან მაინტერესებს ეს ინფორმაცია. თუ რა ჰონორარები გაქვთ? ჩვენ საგადასახადოს უმალ. რამდენი ადამიანი? როგორ უნდა განსაზღვროთ ჩვენ კომერციული მომღერალი ბრძანდებით თქვენ თუ არა ბატონო ზაზე და ასევე შენ. მე მაგალითად შემიძლია აი ერთი ხელის თითზე ჩამოვთვალო ის მომღერლები, რომლებიც მართლაც და კომერციულად წარმატებულები არიან და აი ამ შემოსავლით ცხოვრობენ, ხო? ჩამოვთვალო. უყურებ ახლა მამულიჩას პირდაპირ თვალებში. ჩამოვთვალოთ? ლელა წურწუბია, ლექსენი. ვიგანაცენოთ კიდე. მერაბ სეფაშვილი. მაგრამ ისიც მერაბ სეფაშვილი უკვე ძულებულია რაღაც თანამდებობებზე და ხო, ну, კიდევ ორი. ну, ალბათ დარჩა სამი, ხო? არის სამი ყავს, რომელიც აი ნამდვილად ოჯახს. თემურ თათარაშვილი. თემურ თათარაშვილი უკაცრავად ის არის საბაჟოზე მუშაობდა მე რამდენი თქვენ ალბათ ბოდიში ვხდი, მაგრამ ყურადღებას არ ადევნებთ საერთოდ აი ბაზარზე. აღარ მუშაობ. მაგრამ მაგერი განსაზღვრა მაინც არ შეიძლება რა. მე მაინტერესებს ეს ინფორმაცია, მე დავრეკე სტუდია თბილისში და დავსვი ძალიან მარტივი კითხვა, რომელიც რატომღაც ძალიან ისეთი დუმილი გამოიწვია ჩემმა კითხვამ. რამდენი კასეტა იყიდება და ვისი კასეტები იყიდება ან კომპაქტ დისკები? კი. მე მაინტერესებს, არა, კრებულებზე არა, რა თქმა უნდა, ახლა კრებულები უფრო კარგად იყიდება. მე მაინტერესებს 4-ვეს, ну, გიორგი ალბათ მწვანე ოთახზე და soft jack-ზეა პასუხისმგებელი. გასაგებია შეკითხვა და მოდი გიორგი ბარემ შეგან დავიწყოთ. კონცერტების ჰონორარები, კასეტების გაყიდვების რაოდენობა და ასე უცნობი გამოხრჩა კასეტების რეალიზაციაში. უცნობი. კარგი, მეოთხე უცნობი კი. დავიწყოთ გიორგი. თუ თემურ თათარაშვილს გამოვაკლებთ დავიწყოთ გიორგი ასანიშვილის. მაგა ინტერესებს ჩემგან პირადად. არა, მე თქვენ ხართ პროდიუსერი. კი. მწვანე ოთახის. კი. და პაპარაცის რომელიც ეხლა მწვანე ოთახმა გამოუშვა მეორე ალბომი და იყიდება თუ არა ნაკლებად. ჰონორარებით, ანუ ისინი ჰონორარები სიმღერის გაინტერესებთ კონცერტიდან? კონცერტზე როდესაც გამოდის ჯგუფი რამდენს იღებს? $200 სიმღერა.
სიმღერა. და უხთიან, თუ არა? ნუ უხთიან, ახან გამოდიან. ნინი. ეხლა გამოუშვი ალბომი და მუდამ ჯერ ვერ გეტყვით რამდენია გაყიდული. და რაც შეეხება კონცერტს, ერთ სიმღერას მეკითხები, ხო, ალბათ შენ? ნუ არ ვიცი, კონცერტი ჯერ არ ქონია, მე რამდენად ვიცი. სოლო კონცერტზე მეუბნები? რა თქმა უნდა, ნახო, სოლო კონცერტზეა, საერთოდ ჯერ არ ქონია, მაგრამ აი კონცერტზე თუ გამოდიხარ უფასოდ, ან გამოდიხარ. კი, უფასოდ გამოსულ ვარ, ნუ თქვათ, ჩემი მეგობარია და მთხოვა რომ გამოდი, ესე ხშირად გამოსულ ვარ. მაგრამ ერთ სიმღერაში საერთოდ $150, $100 და ზოგიც წუწუნებს ამ თანხას. ზოგი არა ძალიან ბევრი ხოთა. გასაგებია. პრინციპში მე არც მეგონა რომ ლიზა მე არც მეგონა რომ თანხებს ესე კონკრეტულად დაასახელებ. აგრე ზუსტად გაჩერდა. ჩამოარიკრიგეს ესე ყველაზე მაღლა ადგაურებადია ლელა წურწუმია მე. აბა ნახოთ გახატუკვეთს რა. შეიძლება ზაზა არის ყველაზე მაღლა მაზღაურება. ნუ ეხლა მოდი კონკრეტული შეიძლება მე თქვა ლელა წურწუმიას გონორარი მოვითხოვ $100 და ზაზა მოითხოვს $500. მაგაზე ხო არ არის დამოკიდებული მარტო გონორარზე. კი საკმაოდ ძვირია. არტიმი როცა ლელა არტიმერჩი იყო, უფრო ძვირი იყო. იმიტომ რომ ეს სხვა გარანტიები იყო და კარგად გაიყიდა ალბომის. ძალიან კმაყოფილი. ნუ აი რამდენი კასეტა გაიყიდა. ნუ მაგას ვერ ვიტყვი. რატომ? არა, იმიტომ რომ საგადასახადო ესეა. ჯერ თვითონ სტუდია თბილისის ინტერესში არის რომ მე არ ვთქვა ეს, მაგრამ საკმაოდ რაოდენობით თვითონ მე გეუბნებით. მე ვცხოვრობ დღესდღეობით შოუ ბიზნესიდან შემოსული ფული. დღესდღეობით არის კონცერტების დეფიციტი. ეს ინფორმაცია. მამული, ეს ხო საამაყო ინფორმაცია. ანუ შენ საამაყო იცი რა, ეს ხოიში რომ ვიქნები და გაიყიდება ისეთი პოპულარული ადამიანი, თქვა როგორც საქართველოში ლელა წურწუმია, მისი ალბომი და ვიტყვით რომ აი გაიყიდა მილიონი დისკი, მილიონი კასეტა, მაგრამ ის რაოდენობა რომელიც დღესდღეობით მაქსიმალური იწლება და იყიდება საქართველოში სირცხვილია რომ თქვა მე ვერ ვიტყვი. ამიტომ არ ვამბობ. მე როგორც ვიცი, მაქსიმუმი 100,000 ეგზემპლარი გაყიდულა და ეს იყო ძალიან დიდი ხანი. არა, მე არ ვამბობ და თანამედროვე არა, საქართველოში ვამბობ 100,000 იყო მაქსიმუმი ეგზემპლარი, კასეტა, ოღონდ ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. არა, კასეტა 10 წლის წინ. ნანა, მე მithქვი სტუდია თბილისში, რომ ეს მართლაც და აი იყო პერიოდი, როდესაც ქართული სიმღერა იყო მოდაში, რამდენიმე წლის წინ და მე შემიძლია რაოდენობრივად გითხრათ, აი რაოდენობით 30-40,000. ნანა, აი ესეთი რიცხვი. ანუ ეს ინფორმაცია იმალება, იმიტომ რომ უბრალოდ სასირცხო რიცხვია, მე როგორც მივხვდი და არ არა, არის. სასირცხლოებს როგორც ქვეყანაში ცხოვრობ, ისე ორი კოდი უნდა დაიყო. ეს სასირცხლო არ არის. მაგრამ ესე რომ ილაპარაკო, იცი რა, რომ მე ამდენი გამეყიდა. ეს მოგონი არასწორი. მაშინ მე ესეთი კარგი, გავარკვევთ და ზაზას აქვს თუ არა. ვაღი არის ის ფაქტი, რომ ძირითადად ვაკის პარკი არსებობს სპონსორების და მეგობრების აი დახმარებით. მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ როდესაც ვლაპარაკობთ ალბათ ჯგუფის კომერციულ მხარეზე, ეს ყველაფერი უნდა გავთვალოთ ჯგუფის მუშაობის რაღაც პერიოდზე. ხო, აი 6 თვიან მომენტში შეიძლება ვიღაცამ მიაღწიოს, საერთოდ საქართველოში ეს ხდება. სპონტანურად ვიღაცას შეიძლება აღმერთონ და ვინც აღმერთებს ცოტა ხანში ისვე უწყებს გამაიმუნებას, ასე ვთქვათ რა. და ძალიან ბევრ სუპერ, ასე ვთქვათ, ვარსკვლავს, რომელიც ვთქვათ 90-იან წლებიდან უცბად გამოჩნდა სცენაზე, ზუსტად ესეთი ბედი ეწია სამწუხაროდ მათთვის, მაგრამ ნუ ესე არის ბუნებაში, რომ ადვილად მოპოვებული პოპულარობა ძალიან ადვილადვე, აი როგორც კიბეზე აირბენ და ჩამოვარდები იქიდან. ხო და ჩვენ აი კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ 15 კლიპი ეს ზაზაჩიკოს თავსი მართლებ. არა, თავსი არ ვიმართებ, მე გეუბნებით, რომ მე ვთვლი 8 წლიან იმაზე, თორე მე მქონია პერიოდი, როცა მაგალითად თელავში და ქუთაისში 7 ბილეთებით ყოფილა სრული ანშლაგი, ესე 800 იმაზე გაამრავდით, დაახლოებით და იქ ვინაიდან ჩვენ ვართ ჯგუფი და ჩვენ თვითონ ვიყავით ორგანიზატორი, ტოვებდით მარტო R&D-ს თანხას. მეც მახსოვს ის დრო. ანუ იყო ეს 1 წელი, მაგრამ ჩემთან სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოიტანა სმოკის გადმოქართულებულმა სიმღერამ, რაც მე არ მომწონს ეს და მაშინვე გავაჩერე უცხოური სიმღერების გაკეთება და მაშინვე გავაჩერე დუეტები, იმიტომ რომ მე მინდა ჩემი წარმატება. მე ვარ ავტორი შემსრულებელი და მინდა მე თვითონ გავერკვე ჩემ თავში რას წარმოვადგენ, რისი დაწერა შემიძლია და ასე შემდეგ და სმოკის სიმღერა აღარ მჭირდება, არც სხვისი ახალ რემიქსები მჭირდება და ამიტომ გეუბნებით რომ იყო წელი, როდესაც მართლა ძალიან წარმატებული. მაგრამ კიდე დავამატებ რომ წელიწადში ორჯერ ჩვენ დაახლოებით გვეძახიან ბაქოში, სადაც უცხოელი ესე
ძირითადად ამერიკელები და ინგლისელები არიან და იქ საკმაოდ სერიოზულ ჰონორარებს ხვდებიან. არა, გასაგები ჩვენ ვიცით რომ ვაკის პარკი ძალიან კარგი ჯგუფია, უბრალოდ ეხლა აქ კომერციულ მუსიკაზეა საუბარი და მე უბრალოდ ესეთი დასკვნა გამოვიტანე რომ შედიხარ აუდიო მაღაზიებში, საკმაოდ ბევრი აუდიო მაღაზია თბილისში. არის ზღვა კასეტა. უბრალოდ იმდენია რომ არც იცი ვინ არის შემსრულებელი, ხო, მე ქართველებზე მაქვს საუბარი და აქ ზიან თითქმის ყველაზე წარმატებულები, ხო? და ამბობენ რომ პრინციპში კასეტები ცუდად იყიდებაო და მაშინ რა საჭიროა საერთოდ ეს პროდუქცია, რატო მე არ ვიცი რა მე ხო, რა არ ვიქოთ რომ ცუდად იყიდება თქო რა. მე გეუბნები ვარ. მე ცოტა იყიდება. პირიქით, მამული ჩემს თქვა რომ ყვაყოფილი ვარ და მაქსიმალურად შემილია თქვა. საკანონმდებლო ბაზა ალბათ ისეთი საჭირო რომელიც მიკროფონში ხოლმე. ლაშა გაბუნია გაზეთი ახალი ვერსია. ალბათ საკანონმდებლო ბაზა არის იმისთვის საჭირო რომ ეს ინფორმაცია გახდეს ცნობილი და არ იყოს თქვა რაღაც ისეთი როგორც ხდება უცხოეთში. მე ასე ვფიქრობ და ეს თავისუფლად უკვე აქედან გაჩნდება უკვე ჯანსაღი კონკურენცია, ეს არის მეორე ამაში კომერციულ მუსიკასაც შეეხება. ანუ მომღერალი არ უნდა შეფასდეს იმით, თქვა რამდენჯერ დატრიალდება რადიოში ან ტელევიზიაში, არამედ როგორც უცხოეთში არის მიღებული დასავლეთში, რამდენი გაიყიდება. აქ იყო კიდევ საუბარი რაღაც პაპსაზე და კომერციულ მუსიკაზე და მე მგონი ეს ცოტა სხვადასხვა ცნება არის. მე ასე ვფიქრობ, პაპსა და პოპი თუნდაც პაპსა და პოპი. ეს არის რეალურად ეხლა სიუჟეტში ვინც ჩამოთვლილი იყო, ხო? ვითომ რომ ისინი არაკომერციული არიან, ისინი საკმაოდ კომერციული მუსიკას უკრავენ, მე რომ გითხოთ, იმიტომ რომ ჩვენთან რაღაც სტანდარტები არის დარღვეული და არის ეხლა ვაკის პარკი არც ის არ არის. მაგრამ ჯეტროთალი არ არის და არც ჯენესისი არ არის. ვაკის პარკი უკვე ჩვეულებრივ კომერციულ როკ და პოპ მუსიკის ნაზავს, მე რომ გითხოთ, მაგრამ ნუ საქართველოში არ არის. მაგრამ არის ესეთი რაღაცაც, ხო თქვათ, რომელიმე ქვეყნის თქვათ კლუბში გამოდის, თქვათ Tom Waits-ი, რომლის ბილეთი შეიძლება ღირდეს $50 და იმავე ქალაქში შეიძლება Phil Collins კონდეს კონცერტი, სადაც ბილეთი ეღირება $200, ხო? ესეთი ვარიანტიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესენი თავის შემოსავლით ვერ ცხოვრობენ, ალბათ მასშტაბები არის უფრო დიდი ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ იმათ უფრო უადვილდებათ ესეთი მუშაობა, გინდა კომერციული მომღერალი დაუძახოთ და გინდა არაკომერციული. აი სწორედ მე როდესაც თქვი, აი ეს პერიოდები, როცა მუსიკოს სწორედ მაგას გულისხმობ, რომ ჩვენი ბაზარი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რამდენიმე, ანუ ბევრი მუსიკოსი და ანუ ეს თანხები შეიძლება ერთი წელი სხვასთან მიდის, მეორე წელი სხვასთან მიდის და ეს ბაზარი არც არის შესწავლილი, რომ აი რამდენი იხარჯება შოუ-ბიზნესში და რამდენი ვთქვათ მუსიკოს შეუძლია შემოსავლებით ცხოვრება. ამიტომ აი მაგათად ორი თუ თქვენ რაც მაშინ ასეთ კითხვას დავს, აი თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს, ვთქვათ მაგ ვარიანტში, თუნდაც აი რომ მე ვერ ხედავ გამოსავალს მაგალითად, იმიტომ რომ ნუ 3-4 მილიონიანი ქვეყანაა საქართველოს და აი როგორ უნდა ის რა ქვია, ეხლა კიდევ ერთხელ გიმეორებ. ერთი ჩაწერილი ალბომი, აი დაახლოებით ყველა ვიცით რა ხდება, რა ჯდება, ხო? ორი კლიპი რა ჯდება წელიწადში, ხო? ეს დაახლოებით ეხლა უხეშად რომ გითხრათ არის სადღაც ერთი, ნუ თქვათ $10-12,000. $10-12,000 ვაკის პარკი ერთი წლის განმავლობაში კლიპებს რა ქვია. სიტყვაზე თქვათ ესე რა. ამ თანხას აი რომელი კონცერტებიდან ჩამოთვალეთ, აი რომელი კონცერტებიდან და ამოვიღოთ. არა, აქ მანდ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ქართული დისკები, კომპაქტები ღირს არაბუნებრივად ძვირი. მით უმეტეს რომელიც ბალვანკებზეა თან ჩაწერილი. და რა თავარია ეს ფული, რომელიც ნახევარზე მეტი მიდის, თვითონ გამყიდველს. ანუ მაღაზიას და მუსიკოს რჩება კაპიკები მაინც. აი ეხლა არის მოუგვარებელი პრობლემა. მაშინ ესეთი რაღაც ახალ ალბომზე მე ვთხოვე სტუდია თბილისს რომ კომპაქტ დისკის ფასი დაგვეთ სხვათა შორის ერთხელ გადამხდელთა კავშირის იმაში ვიყავით და მე ისე გამომივიდა რომ თითქოს თავს დავესხი ჩემ მეგობარ მუსიკოსებს რომ ჩამოთვალე მუსიკოსები რომ არ შეიძლება საქართველოში რომ შენი დისკი ღირდეს პრინცის დისკზე იაფი. ეს იგივეა რომ საქართველოში ბავარიული ლუდი ღირდეს 50 თეთრი და არ გვღირდეს 2 ლარი. ვინ დალევს ამას, ხო? იმას უნდა ის რომ შემოდის უცხოეთიდან ის რაღაცნაირად განბაჟება არის, ჯერ ესეთი სხვაგან არის. ის უნდა ღირდეს, მაგრამ შენ თუ მე მეტყვი რომ რომელიმე რაც შემოდის საზოგადოებაში, ჯერ არაფერი არ შემოდის, მინდა გითხრა. ზუსტად რომ საავტორო უფლებებზე რო ლაპარაკობ, ჯერ იმათი დავიცვათ, ხო? და ჩვენიც ავტომატურად დარეგულირდება და მე ვთხოვე რომ მაქსიმალურად დაგვეწია ფასი. მითხრა რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ საბიტუმო ფარიმიდან გავა ვთქვათ რაღაცა 7 ლარად, მაღაზიაში მაინც მოხდება 15. იმიტომ რომ თუ არ გავაკეთებთ ესე, მაშინ მაღაზიები დაგბლოკავ. არ წაიღება შეიძლება. რა გახდა ეს მაღაზიები?
ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ საქართველოში მუსიკა არის აბსოლუტურად არაკომერციული. არა, როგორ ვიტყვით, როცა მაგალითად ლელას ორჯერ თუ სამჯერ აქვს გავსებული სპორტის სასახლე ლექსის 12000 ბილეთი აქვს გაყიდული. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ არაკომერციული? პრობლემა ის გაში ესაა. აი, მარტო ერთი სოლო კონცერტი და არ წდება ყველაფერი რა. იმ სოლო კონცერტს მე განვითარება უნდა, წაღება უნდა, სხვა სად უნდა წაიღო ის სოლო კონცერტი? ვერცად ვერ მიგა. გააკეთე და გაჩერე. უცხოეთში აიღე სოლო კონცერტს. ჩაატარებ და მიიღე და დააქვს სოფლიოში. ჩვენ სად უნდა წაიღო? ალბომში უნდა მოყვეს მინიმუმ 50 კონცერტი. ასეთი ბიზნესმენი შოუ ბიზნესისკენ არ იხედება. იმიტომ რომ ეს მათთვის უინტერესოა საერთოდ. აი ცოტა უფრო დიდი მასშტაბები რო იყოს, რაღაც ამიერკავკასიის შოუ ბიზნესი შეიქმნას ესეთი ვარ. ეხლა აი სწორედ რუსეთის რუსეთის მაგალითი დედეტეც კარგად არის, გრებენშიკოვიც კარგად არის და ვიაგრაც კარგად არის და არავინ ერთმანეთს არ ჭამს და ცხოვრობენ. შოუ ბიზნესი საერთოდ ისეთი რაღაცა ყველას აქვს უფლება. ვისაც კარგად ეყიდება პროდუქტი, აი ჩამოდის ის ვიაგრა და რა ქვია, ჩამოდიან სამი მშვენიერი ხალხი და მიდის ხალხი და სიამოვნებს ამათ უყურება, რა გინდა ხალხო? ვიაგრა არის უკრაინული არა აქვს მნიშვნელობა, ხო? რუსეთის ბაზარზეც გავიდა, ანუ შეიძლება ქართული პროდუქტი გავიდა. არა, ნუ ენა ხო იცი, ქართული ენით ვერ გახდა. ასეთ დონეზე გავიდა. შეიძლება გვითხარი, ხო, უბრალოდ ქართული ენა. იცით რა არის? ეხლა მე ხანდახან გადავთავ ხოლმე აზერბაიჯანულ არხზე და ხანდახან სასუნხეთის არხზე და ძალიან ბევრ იმას ხედავ ხოლმე რა საქართველოსთან. აი მაგალითად უკაცრავად, აი ამდენადაც მე ვიცი ახლა რუსულ შოუ ბიზნესში და აი თუნდაც ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ძალიან პოპულარულია რაღაც მოლდოვური ჯგუფი არის, თავის ენაზე უღერიან, რა ქვია, ოზონი ხო. ანუ საკუთარი ენით მაინც შეიძლება რაღაც. ანუ აქ ჩვენ მე მგონი უნდა ვისაუბროთ ხარისხზე. არა, გასაგებია, მაგრამ იცი რა არის, მოდი ეხლა ისიც ვთქვათ, რომ სლავური მაინც ისეთია, რომ შეიძლება ყურში რუსეთში სხვანაირად ხვდებათ. ეხლა და მე მართალი გითხრათ, ეხლა რო ვთავ ხოლმე აზერბაიჯანის და იმის აღზე და სომხურ რეპს რო უსმენ ხოლმე, ვერ შევეგუები ვერანაირად რა. ეხლა წარმოიდგინე ხო აზიური მოტივები. ეთერში რო არ ვიყო წაგიმღერებდი. ხატია შემოგე შემდეგი. საღამოშიდობის ხატია შემოგე რადიო ფორტუნა. მოგესალმებით 4-ე სტუმარს და 4-ევსთან ერთი კითხვა მექნება. ნუ აქ პირობითად დაყოფილები ხართ ორი არაკომერციული მუსიკის წარმომადგენელი და ორი კომერციული, ხო? მე რამდენადაც მივხვდი. ესეა. დამეთანხმებით. სწორად მიხსია. სტანდარტებით თქვაც ესე ლაპარაკობთ, რომ ვის არ გვეყიდება იმდენი პროდუქცია და ვის ეყიდება თორე. კიდე ერთხელ ვიმეორებ. ეს მუსიკაც ეხლა მე არ მაქვს ისეთი გზა, რომ რაღაც ძალიან სერიოზულ მუსიკას ვაკეთებ რა. იმიტომ რომ საერთოდ ყველაფერი შეფარდებითია. ვაგნერთან შედარებით მოცარტი არის პაპსა, პირდაპირ ვთქვა. და ლედ ზეპელინთან შედარებით ბიტლზები არის პაპსა, მაგრამ ისიც კარგია და ისიც, ანუ ხარისხიანი პოპი, სულ სხვა რაღაცაა. კარგი, გასაგებია. და ერთი კითხვა მექნება, აი დავიწყოთ გიორგი თქვენგან. ესე იგი, თქვენ აღნიშნეთ ანონსში, რომ კომერციული არის ის მუსიკა და მთელ მსოფლიოში მუსიკა არის კომერციული იმ შემთხვევაში, თუ შენი ოჯახის რჩენა მაინც შეგიძლია ამით, ხო? თქვენ ხართ ძალიან სერიოზული, პოპულარული და კარგი ჯგუფის პროდიუსერი, მაგრამ მე ვიცი რომ ეს არ არის თქვენი შემოსავლის წყარო, ხო? თქვენ აქვთ თუნდაც ქართული ჩანაწერები, კიდე სხვა ბიზნესი, რითაც კონკრეტულად არჩენთ ოჯახს. აი რომ არა სხვა შემოსავალი და მხოლოდ მუსიკა რო იყოს თქვენი შემოსავლის წყარო. თქვენ ისევ დაჯერდებოდით თქვენს გემოვნებას თუ უკვე აქ შეიცვლიდით მუსიკალურ ორიენტაციას და თქვათ აიყვანდეთ იგივე ძალიან პოპულარულ ნინი ბადურაშვილს, რომელზეც მე ვიცი რომ ახალ წლებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო კონცერტზე. ფოტოშორის ეს არ არის გამორიცხული, რომ შემდეგ ეტაპზე, თქვათ ერთ თვეში ან ორ თვეში ჩვენ და მე და ჩემო სტუდიამ თქვათ ჩვენ გავაკეთოთ კომერციული პროდუქტი. ეს არ არის გამორიცხული. რაც არსებობს თქვენი სტუდია და თქვენი კომპანია ჯერ კომერციული მომღერალი არ ყოლიათ, ხო? იმიტომ რომ მე ვიცი, ეხლა შეიძლება არ გინდათ ამის გახმაურება, ყავთ კიდევ ერთი ჯგუფი აყვანილი, რომელიც ჯერ არ არის ისეთი პოპულარული, მაგრამ ესეც არაკომერციულ მუსიკას. არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი რომ ეს არაკომერციული იქნება, მაგას რო გვაჩვენეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რახან გიტარა უჭირავს ადამიანს ხელში ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს იქნება არაკომერციული. ნუ შედარებითად ყველავითაც გიტარა უჭირავს, შედარებით არაკომერციული. ვერ დაგეთახოთ ვერანაირად. ნუ არ გულისხმობ ნინო ქათამადეს, რომელიც თუნდაც ქათამადეს მაგალითი მაგის ნათელი დადასტურებაა. რომ შეიძლება გიტარა გეჭიროს და იყო კომერციული. კარგით, ანუ არის გამორიცხული არ არის, თქვენ შეიძლება ვინმე რა თქმა უნდა, არაფერი არ არის ამ ცხოვრებაში გამორიცხული და მე არ ამგონია რომ ეს იყოს სიცხვილი, რომ პროდიუსერმა გააკეთოს კომერციული პროდუქტი და თვითონ იყოს გათვლილი თავიდან ეს პროდუქტი იმისთვის, რომ
ეს გაიყიდება კარგად. ეს პირიქით მე მგონი კარგია პროდიუსერისთვის და არა მარტო პროდიუსერისთვის. ეს მუსიკოსიც მე მგონი მუსიკას რო აკეთებს, არა მგონია ეგეთი მუსიკოსი სოფლიოში იყოს, რომელსაც არ უნდადეს რომ თავის პროდუქტი გაიყიდოს. რა თქმა უნდა. ძალიან იშვიათად ალბათ Tom Waits-ია ეგეთი. ნინი, შენც ანონსში აღნიშნე რომ დეფინიცია, ანუ მე მომწონს სიმღერა, ვთქვათ, როკი, ძალიან მომეწონა და არ მეგონა რომ გახდებოდა ესეთი პოპულარული და ჩავწერე სიმღერა, რომელიც ვიცოდი რომ პოპულარული გახდებოდა. ანუ შენი შემოსავლის წყარო ამ შემთხვევაში მუსიკა არ არის, ხო? ეს გასაგებია ყველამ ვიცით. აი შენი შემოსავლის წყარო მარტო მუსიკა იყოს. ამ შემთხვევაში შენ როგორი მომღერალი იქნებოდი? ანუ შენ პირად ამბიციებს დათმობდი და ვთქვათ ის რაც მოგწონს, მაგრამ არ არის პოპულარული, გადადებდი და იმღერებდი მხოლოდ იმას, რაც პოპულარულია და რაც გაიყიდება? მაგრამ ეხლა შენ გაქვს საშუალება იმღერო რაც გინდა, იმიტომ რომ ეს არ არის შენი სარჩენო წყარო. იცი რა არის? ვერ გეტყვი ახლა. ძალიან დავიბენი იმით. ძველი სათქმელია ხო რა ისეთ რთული შეკითხვა დასვი შენ ხატია ძალიან. არ ვიცი. მაგრამ ძალიან საინტერესო სამაგიეროდ. აი ვერ გაგცემ ამაზე პასუხს რა, არ ვიცი. შეიძლება ამეღო ხო ისეთი მუსიკა რაც ნაკლებად მომწონს, მაგრამ მემღერა იმიტომ რომ მე შემენახა ჩემი თან. და შეგადაშეგ მე ისიც გაკეთებინა რაც შენ მოგწონს. მე ხო, ნუ მე უკვე ხო. სიტუაციიდან გამოვიყვან თუ შეიძლება ნინის რა. საერთოდ ადამიანი გადაწყვეტილებას ერთადერთ სწორს იღებს, როცა ფაქტის წინაშე დგება. აი წინასა რო ვიტყვი რომ ამას ვიზავდი. აი თუნდაც როცა დადგები იმ ფაქტის წინაშე, ან ისე იზავ, ან ესე. არა, აი ზაზა, შენ შემთხვევაში რომ არა სპონსორები და მეგობრები. შენ მოკიდებდი რამე სხვა ბიზნეს ხელს, რომელთაც არ ჩენდი. ამიტომ მაგას ხეუნები არ ვიცი, ახლა ვერ გეტყვი. იმ სიტუაციაში თუ არ აღმოჩნდა, თუ არ აღმოჩნდა, სწორ პასუხს ვერ გაგცემ. სწორ პასუხს გაცემა. შეიძლება ჩემი თავი მოვატყუე, ხო და გითხრა რომ არა, შეიძლება სხვა პროფესია ამერჩია და ნუ მამულიჩასთან ალბათ ყველაზე ნაკლებად მამულიჩასთან ხო ალბათ ყველაფერი გარკვეულია. რა უნდა თქვა, შენ ყველაზე პროდუქტული მომღერლის მეუღლე ხარ? არა, მე ერთი რაღაცის თქვა მინდა რომ ეხლა ნინი იმიტომ ჩავარდა ხომგომარებაში რომ ნინი არის მომღერალი. ყველაფერი დამოკიდებული ხარ ჩემზე არ ვიცი, მაგრამ პროდიუსერზე რა. რამდენად მოუარგებს თვითონ იმ ადამიანს, აი იმ ესტრადა იქნება თუ შოუ-ბიზნესი, რაც იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება თქვა ამათ ყავდეთ სხვა პროდიუსერი და თქვა თუ დღეს წვანე ოთახი იცვლება, მე კი მომწონს რამოდენიმე ანუ არაკომერციულად იმ თვალსაზრისით რომ თქვა ალბომი არ იყიდება, შეიძლება პროდიუსერმა ტანდემი გააკეთოს ნინი ბადურაშვილი და წვანე ოთახის და უცბად ჩამოაყალიბოს კომერციული მასალა. მოსკოვში ხა ვიაგრას რეიტინგი იყო 0. მელადი ძმამ აიყვანა, თავის ძმასთან გააკეთებინა დუეტი და დღესდღეობით ვიაგრა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. მენეჯერის ის არის ამიდრე პროდიუსერის ალბათ. პროდიუსერია ის მენეჯერი. მე პროდიუსერი როგორც მესმის იმას ვიძახი, ანუ პროდიუსერი განსაზღვრავს თვითონ ადამიანის მიმართულებას, საით უნდა წაიყვანოს, რა უნდა გაუკეთოს, რა უნდა ჩააცვლას. იგივე რუსეთის ესტრადაზე დღეს ერთ-ერთი პირველი არის როგორც ვიადგირებული სერჯუჩკა, რომელიც მთელი ცხოვრება როგორც კაცი ისე მღეროდა და პროდიუსერმა იგივე მელადი ძმა ჩააცვა კაბა და დღეს არის ყველაზე ძვირად ღირებული. რუსეთში დღესდღეობით ფული შემოდის არა მარტო კონცერტებიდან. სერჯუჩკა როცა კონცერტზე გამოდის იღებს $200, როცა იწვევენ ბანკეტზე იღებს 35,000 ევროს. რამხელა განსხვავებაა. საქართველოს მაგას ვერ შევადარებ. იგივეა, მაგრამ ფასები რა თქმა უნდა უფრო დაბალია. მაგრამ თუ მომღერალი თუ ხალხმა არ ცნობდა, არ მიიღო, იგივე სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობა, იგივე აი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა რაც აქვს იმ კონცერტებში, იმას ძვირი ფასი სხვაგან არასოდეს არ იქნება რა. ანუ კონსენსუსს მივახდეთ, ერთი აზრი არის, რომ ქართული შოუ-ბიზნესი ჯერ არ არის იმ დონეზე, რომ მომღერალმა თავის გემოვნებაც დაიკმაყოფილოს და ის გემოვნება მისი შემოსავლელი იყოს. ჩემთვის მაგალითად მარტო მომღერალი, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის უნდა იყოს სარეკლამო საშუალება. ის შეიძლება ესტრადისთვის სარეკლამო საშუალება იყოს, ახლა მე მაგალითად ძალიან მინდა რომ ლელა იყოს რეკლამა საქართველოსთვის. ძალიან მინდა რომ ლელა იყოს აი რეკლამა ძალიან დიდი ფილმის, რომელიც მე დიდ ფულს გადამეტეს ამაში. ანუ ჩემი საქმე არის ეს. ერთი შეკითხვა შეიძლება მე დაგისვა. არა, უბრალოდ მაინტერესებს რა. იმიტომ რომ აი ხა თვითონ ახსენა ეს ხა მე ცოტა მაგაში ვერ ვერკვევი და აი ბანკეტების და ესეთი იმების თანხები და კონცერტის. ხო და აი უბრალოდ მაინტერესებს ისე თუ შეგიძლია მე პასუხე თუ არა საიდუმლო აი მარტო კონცერტები და კასეტები რო ავიღოთ და ეს მარკეტები გამოვართოთ მაინც ესეთი კომერციულად წარმატებული იქნებოდა ეს აი თქვენი საქმიანობა ჩვენი საქმიანობა უფრო ნაკლებად რა თქმა უნდა რა აი მე თქვენ გეტყვით რა აი ჩვენ მაგალითად
როგორც იტყვი, ზაგვა გაჭრილი ისრაელში. იქ არის ისეთი კონცერტები, რომელიც ტარდება დარბაზში და არის, როდესაც ატარებენ ადამიანები დღესასწაულებს და იქ რა თქმა უნდა ფასი უფრო ძვირია, ვიდრე თქვა იგივე ეგ კონცერტები გამოხდეს დარბაზში. ესეთი რაღაც არ არსებობს. არა, ეგ რომ არ იყოს შოუ ბიზნესი ვიждებოდით აქ. დღეს შოუ ბიზნესი არსებობს და იმიტომ ზივარ და იმიტომ ვლაპარაკობ. აი რომ არ იყოს შოუ ბიზნესი, რაც გაკეთებდი. კარგი, საინტერესოა. ძალიან საინტერესოა რომ განმარტავენ ტერმინს კომერციული მუსიკა, ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მჭიდრო და უშუალო შეხება აქვს მუსიკასთან, ასე რომ ქართული შოუ ბიზნესის ვარსკვლავები კომერციის შემოქმედების და ამ შემოქმედების ხარისხის შესახებ ჩვენს მორიგ სიუჟეტში. თანამედროვე შოუ ბიზნესის თანამედროვე წესები არჩევანის საშუალებას ნაკლებად იძლევა. შოუ ბიზნესურ ცაზე ბრწყინავ არსებად არსებობის პერსპექტივა პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც კომერციულ მუსიკაზე გადის. პირადი გამოცდილებიდან გეტყვი, ჩვენ როცა ვაკეთებდით კომერციულ მუსიკას, უფრო ვიყავით რეიტინგულები, უფრო ვიყავით სმენადი, უფრო იყიდებოდა ეს პროდუქცია. ხოლო რაც შეეხება იმას, როგორც კი დავიწყეთ არაკომერციული ნაბიჯების გადადგმა, დავკარგეთ რეიტინგიც, დავკარგეთ ანუ ბაზარზე რეალიზაციის საშუალება დაკარგა ჩვენმა შემოქმედებითმა სიმღერებმა. დააკეთო კომერციული მუსიკა, გაჩნია რა მიზნისთვის აკეთებ, შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში არ იყოს ეს კომერციული მუსიკა საჭირო გასაკეთებლად, შეიძლება რაღაც ეტაპზე იყოს საჭირო. დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ ვართ კომერციულები, იმიტომ რომ რამოდენიმე სიმღერა ჩვენი ძალიან მოთხოვნილებადია, ესე ვთქვათ. არაშო რუსეთში ორნოტიან მუსიკას მღერიან და ისინი თვლიან, რომ ეს არის კომერციული მუსიკა, ანუ ადვილად დასამახსოვრებელი და მუსიკა, რომელსაც ადვილად აყავს დაუშვათ მაყურებელი. ჩვენთან ესე არ არის. და ჩემთვის კომერციული მუსიკა არ არსებობს, იმიტომ რომ თავარია იყოს გემოვნებიანი, თავარია იყოს ჰარმონია, იყოს ლამაზი მელოდია და სასიამოვნო მოსასმელი. ხშირად გეჩვენება, რომ სიმღერა არის კომერციული, ანუ იმ კრიტერიუმებით ისაზღვრება, რომ ადვილად დასამახსოვრებელია, აუცილებლად რაღაცა ფიშკა სიტყვა უნდა არსებობდეს, რის გამოც ეს ყველაფერი შენ გამახსოვრდება. ხშირად ხდება არასწორი შეიძლება PR-ის გამო, რომ ეს სიმღერა არ ხდება კომერციული, ხშირად ძალიან არაკომერციული სიმღერა ყველა გაგებით ხდება კომერციული და ადვილად გაყიდვადი. დღეს როგორც მე ვფიქრობ, მოქმედებს ძირითადად ორი ჟანრის მუსიკა, ანუ ხდება კომერციული, ალბათ თინეიჯერებისთვის ხდება soul-ი, ძირითადად მაინც მიდიან მაგ სტილით, ანუ კომპოზიტორებიც და მეორე ალბათ უფრო ქალაქელებისთვის ქალაქური, იგივე ის ქართული. იყიდება ყველაფერი, რაც არის ხარისხიანი და ამას უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე ის, რაც არის ჩვეულებრივად პრიმიტიული. მე ასე ვთვლი, მოგოცრავთ. სად გადის ზღვარი და გადის თუ არა საერთოდ კომერციასა და ღირებულ მუსიკალურ პროდუქციას შორის. შეიძლება თუ არა მასკულტურის სანიმუშო მოდელი, სანიმუშო იყოს იმ კრიტერიუმებითაც, რითაც ხარისხიან, პროფესიონალურ, ნამდვილ შემოქმედებას აფასებენ. კომერცია ხშირ შემთხვევაში ხარისხს არ ნიშნავს. არანაირად არ არის საპირისპირო ცნება კომერციული და ხარისხიანი ნამუშევარი ერთდროულად შეიძლება იყოს და ჩემ შემთხვევაში ეს თუ რამე კომერციულია მე ვერ ვთვლი რომ უხარისხოა. დამღალე უაზროს ტიპები დამღალე ვინც არის მუსიკოსი და არის პროფესიონალი ის ხდება რომ დაუშვათ იმ სიმღერაზე მეტად ძვირფასი და ბევრად უფრო გამართული სიმღერა შეიძლება სრულად არ გახდეს პოპულარული და აბსოლუტურად ის სიმღერა, რომელსაც თვითონ მუსიკოსი არ ანიჭებს ძალიან დიდ უფლებებს და ასე ვთქვათ, ღირებულებით არ აფასებს, ამ დროს შეიძლება გახდეს ის კომერციული. კომერციული მუსიკა კარგ მუსიკას ნიშნავს, ვერ ვგითხო. არ შეიძლება რომ მუსიკა იყოს კომერციული და ხარისხიანი. ხარისხიანი რომ არის, სწორედ იმიტომა კომერციული რა და ზოგს არასწორად გონი, ანუ უხარისხო მუსიკა, ესე იგი კომერციული არ უნდა, ესე იგი უხარისხო მუსიკა არ არის კომერციული. აი ეს ძალიან ბუნდოვანი რაღაცებია, რა მუსიკა უნდა იყოს ხარისხიანი, რომ ის იყოს მერე კომერციული. ჩანაჩემი კარგად ყოფნა მიხარია. შეიძლება იყიდებოდეს კარგად და ამას კომერციული ერქვას, მაგრამ არ წარმოადგენდეს ისეთ სულიერ ფასეულობას,
ამხელა პრეტენზიაც აქვს კომერციაში რა. ჩემ შემოქმედებაზე არ უმოქმედია იმას, რომ ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა და ეს თავად კომერცია იყო. სამამულო შოუ ბიზნეს სივრცეში კომერცია ჯერ კიდევ იშვიათად იწყება პირდაპირ მუსიკალური ინსტრუმენტიდან, რომელზეც კომპოზიტორი კომერციული რეცეპტის მიხედვით ქმნის მელოდიას. თუმცა არც ისე იშვიათად ინსტრუმენტის როლს კომპიუტერი ასრულებს. კომპოზიტორის როლს კი უცხოური მუსიკალური არქივების მოპოვება დამუშავებაში გაწაფული პერსონა, რომლის მთავარი მიზანია ზუსტად მიაგნოს ქართული ყურისათვის ასე თუ ისე უცნობ მელოდიას, რომელმაც თავის დროს კომერციული წარმატება მოუტანა მის არაქართველ ავტორებს. ჩვენც გქონდა ეს ეტაპი, როცა ჩვენ გადმოვაქართულეთ, გავაკეთეთ ქართული ვარიანტი იგივე უცხოური სიმღერების, მაგრამ დააკვირდით, აბსოლუტურად ყველა შემოქმედებაში, ყველა მომღერლის შემოქმედებაში არის გადმოთარგმნილი ქართული სიმღერა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თარგმნიან კომერციულ სიმღერებს, რომელიც მოიგებს აქ, ან დარასკრუტკებულ სიმღერებს. თუმცა ითვლებოდა, რომ საქართველოში ყოველთვის ძალიან მაღალი გემოვნების მსმენელი იყო და რუსეთთან შედარებით მაინც უკეთეს მდგომარეობაში ვარ. გლობალურად უსმენთ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ მუსიკას, უხარისხო პაპსას, რაც აქაური გაგებით არის კომერციული, მაგრამ ძალიან უხარისხოა და ეხლა რაღაცა ახალი ტენდენცია, კიდე ფანოღურ სიმღერებს უსმენენ და ეს საერთოდ ძალიან დეგრადაციამდე მიდის და ამიტომ, რა ვიცი, ეს პრინციპში ვერც გამოსწორდება სადღაც, მაგრამ ძირითადი მაჩვენებელი ესეცია, უსმენენ უხარისხო პაპსას. რაც უფრო ხშირად არის ტელევიზორში, ეს ხდება მოდა, არ აქვს მნიშვნელობა მის ხარისხს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ხშირად არის დატრიალებული და ეს მერე ავსებს გარკვეულ დარბაზებს პუბლიკით და ეს ხდება თავიდან ბოლომდე კომერციული. მაინც კომერციული მუსიკა არის აწყობილი აი ყოფით მდგომარეობაზე. ესეც ითვლება ყოველთვის. ფასეული შემოქმედება ძირითადად მასმედიისგან ის არის კარგამოკეტილი, ანუ მასმედიის გარეთ მუშაობს და მასმედიაში ხშირად შუქდება არაფასეული, ეგრეთ წოდებული კომერციული რაღაცა მიმართულებები. კომერციული დღეს პროდუქტი ხდება ტელევიზიის მეშვეობით. ძირითადად, ხო? ანუ ეს კითხვები რაც დაგვისვით ჩვენ, უნდა იმაზე მეტი ვიფიქროთ თქვენ.